ეს ვიდეო გაკვეთილი არის იმათთვის, ვისაც სურს ისწავლოს ჩანთის დამზადება. ამ ვიდეოში დეტალურად გასწავლით, როგორ დაამზადოთ ეს ჩანთა, დასაწყისისთვის რამდენი თვალი გჭირდებათ, რომელი ზომის ძუა უნდა გამოიყენოთ. ასევე გასწავლით, როგორ გააკეთოთ გადაბმები ქსოვისას და როგორ დაასრულოთ ნაქსოვი. რა თქმა უნდა, ისწავლით როგორც ძირის, ჩანთის გვერდების, ასევე სახელურის გაკეთებას. ჩანთის დასამზადებლად დაგჭირდებათ 8 ან 10 მმ ზომის მძივები, ასევე 0,5 მმ ზომის ძუა. დასაწყისისთვის მძივების 500 გრამიანი შეკვრა გამოიყენეთ. თუ არ გსურთ ასეთი მოზრდილი ზომის ჩანთის გაკეთება, მაშინ ჩემთან ერთად თვლების აღებისას ნაკლები რაოდენობა აიღეთ. ვიდეო გაკვეთილის პირველ ნაწილში ვისწავლით, როგორ დავიწყოთ ქსოვა, როგორ გადავიდეთ მეორე რიგზე და შემოვაბრუნოთ ნაქსოვი. ასევე როგორ დავამატოთ ახალი ძუა ჩანთის ქსოვისას. ჩანთის დასამზადებლად მე ასეთი კვადრატული ფორმის თვლები გამოვიყენე. დაგჭირდებათ 500 გრამი თვალი. ვიდეოს დასაწყისში მოცემულ სქემაში ნაჩვენებია, რომ ვიღებთ ძირითად 18 თვალს და ვაკეთებთ 5 რიგს. მოემზადეთ ერთად, უნდა დავიწყოთ ქსოვა. ძუაზე აასხით 4 მძივი და მეოთხე მძივში გაატარეთ ძუის მეორე ნაწილი. სწორედ ასე შეიკვრება პირველი თვალი. ძალიან ბევრს აინტერესებს, როგორ იწყება ქსოვა და როგორ იწყება პირველი თვალი. სწორედ ამიტომ ვეცადეთ ძალიან ნელი ვიდეო კადრები გამეზიარებია. აი ასე შეიკრა პირველი თვალი. ახლა მარჯვენა და მარცხენა ძუას დავუმატეთ თითო მძივი და მესამე მძივში გაატარეთ ორთავე ძუა. ქსოვისას მე მსგავს კვანძს ვაკეთებ, რათა უფრო მჭიდროდ იყოს ნაქსოვი. შეგიძლიათ თქვენც გააკეთოთ. აი ასე შეიკრა ნაქსოვის მეორე თვალიც. ზუსტად ამავე პრინციპით უნდა გააკეთოთ დარჩენილი თვლებიც. ჩემი მძივები ცოტა მოზრდილი ზომისაა, ამიტომ მე 18 ძირითად თვალს ვაკეთებ. მაგრამ თქვენ თუ შედარებით პატარა ზომის მძივებს იყენებთ, შეგიძლიათ 20 ან უფრო პატარა ჩანთა გააკეთოთ და უფრო ნაკლები თვალი აიღოთ. ვიმეორებთ ზუსტად იგივე მოქმედებას. ერთ ძუაზე ავასხამთ ერთ თვალს, მეორე ძუაზე მეორე მძივს და მესამე მძივში ვატარებთ ორთავე ძუას. ქსოვისას ეცადეთ მაქსიმალურად დაჭიმოთ ძუა, რათა ჩანთა უფრო მყარი გამოვიდეს.
ახლა კი მივედით კიდევ ერთ მთავარ საკითხზე. როგორ დავამთავროთ რიგი და გადავიდეთ შემდეგ, მეორე რიგზე. ქვედა ძუას დავუმატეთ 3 მძივი და მესამე მძივში გაატარეთ ორთავე ძუა. ასე ნაკსოვი ზედა ნაწილში ამოიწევს, ამოხვალთ მეორე რიგზე. მეორე რიგის დაწყებისთვის მარჯვენა ძუას დავუმატეთ 3 მძივი და მესამე მძივში გაატარეთ მეორე ძუაც. სწორედ ასე გაკეთდა მეორე რიგის პირველი თვალი. ახლა კი ქვედა ძუა გაატარეთ გვერდით მყოფ თვალში, ზედა ძუას კი 2 მძივი დავუმატეთ და მეორე მძივში გაატარეთ ქვედა ძუა. ასე შეიკრა მეორე რიგის მეორე თვალი. ზუსტად ამ პრინციპით უნდა გააკეთოთ მთელი რიგის ბოლომდე. ქვედა ძუა გაატარეთ გვერდით მდგომ მძივში, ზედა ძუას დავუმატეთ 2 მძივი და მეორე მძივში შეკარით თვალი. მეორე რიგის დასრულებისას ქვედა ძუა გაატარეთ გვერდით მდგომ მძივში, ქვედა ძუას დავუმატეთ 2 მძივი და მეორე მძივში შეკარით თვალი. თავიდან შეიძლება ეს ყველაფერი რთულად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ დააკვირდებით, ძალიან მარტივი საქმეა. ასე შეიკრა მეორე რიგი. ახლა უნდა დავიწყოთ მესამე რიგის ქსოვა. მარცხენა ძუას უნდა დავუმატოთ 3 თვალი და მესამე თვალში გაატაროთ მარჯვენა ძუა. ახლა ქვედა ძუა გაატარეთ გვერდით მდგომ მძივში, ზედა ძუას კი დავუმატეთ 2 მძივი და მისევ მეორე მძივში შეკარეთ თვალი. ასე შევკარით მესამე რიგის მეორე თვალი. ზუსტად ამ პრინციპით უნდა გააკეთოთ ხუთივე რიგი. ახლა კი გეტყვით როგორ მოიქცეთ თუ ძუა აღარ ყოფნით. თვალს რომ შეკრავთ, ძუა ქვემოთ გადაიტანეთ, ისე რომ ნაკსოვი არ დაირღვეს და გააკეთეთ კვანძი. კვანძს რომ გააკეთებთ, შემდეგ ძუა ისე უნდა გაატაროთ თითოეულ მძივში, რომ ეს ყულფი არსად ჩანდეს. სპეციალურად გავაკეთე ნელი კადრები, რათა კარგად დააკვირდეთ, როგორ უნდა შეკრათ ძუა და როგორ უნდა ჩამალოთ მძივში.
გაითვალისწინეთ, რომ სუფთად უნდა იმუშაოთ, რადგან კარგი ხარისხის ჩანთის დამზადებისას, კარგი ნაკსოვის გაკეთებისას მსგავსი გადაბმები ასე შეუმჩნევლად უნდა იყოს. ახლა კი ახალი ძუა გაატარეთ აი ამ ორ თვალში და გააგრძელეთ ქსოვა. ამ პირველ ვიდეო გაკვეთილში თქვენ ისწავლეთ ის საბაზისო საკითხები, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ, როცა ჩანთის დამზადებას იწყებთ. უფასო ვიდეო გაკვეთილის ამ მეორე ნაწილში დეტალურად გაასწავლით, როგორ გააკეთოთ ჩანთის გვერდები. უფასო ვიდეო გაკვეთილის პირველ ნაწილში ერთად გავაკეთეთ ჩანთის ძირი. ახლა კი ჩანთის კედლების დამზადება დავიწყოთ. მარცხენა ძუას უნდა დაუმატოთ 3 მძივი და მესამე მძივში გაატაროთ მეორე ძუაც. ამ შემთხვევაში ნაკსოვი არ უნდა დააწვინოთ. ნაკსოვის რიგი სიმაღლეში უნდა წავიდეს. ასე დავამზადეთ პირველი რიგის პირველი თვალი. ახლა კი ქვედა ძუა გავატაროთ გვერდით მდგომ მძივში, ზედა ძუას დავუმატოთ 2 მძივი და მეორე მძივში გაატარეთ ქვედა ძუაც. თუ პირველად უყურებთ ჩემს ვიდეო გაკვეთილს, გეტყვით, რომ ვიდეო გაკვეთილის პირველი ნაწილი უკვე ატვირთულია. პირველ ნაწილში უკვე ვისწავლეთ, როგორ იწყება ჩანთის ქსოვა პირველი თვლიდან რიგის ბოლომდე. ასევე ვისწავლოთ, როგორ დავამატოთ ახალი ძუა. ახლა კი ერთად გავაგრძელოთ ქსოვა. ორი თვალი უკვე გავაკეთეთ და რიგის ბოლომდე ზუსტად ამავე პრინციპით უნდა მოგსოვოთ. რიგის ბოლოს კი ქვედა ძუა უნდა გაატაროთ გვერდით მდგომ 2 მძივში და 1 მძივით შეკრათ. ასე გავაკეთეთ ჩანთის კედლის პირველი რიგი. ახლა კი შემდეგი რიგები უნდა მოვგზავნოთ. მარჯვენა ან მარცხენა ძუას დავუმატეთ 3 მძივი და მესამე მძივში გაატარეთ მეორე ძუა. ასე დაიწყო მეორე რიგის ქსოვა. ახლა ქვედა ძუა გაატარეთ გვერდით მდგომ მძივში, ზედა ძუას დავუმატეთ 2 მძივი და მეორე მძივში შეკარით თვალი. ზუსტად ამ პრინციპით უნდა გააგრძელოთ ქსოვა რიგის ბოლომდე.
საბოლოო ჯამში მე 8 რიგი მოვქსოვე და საკმაოდ მაღალი ჩანთა გამოვიდა. ჩემი მწვანე თვლები საკმაოდ მოზრდილი აღმოჩნდა, ამიტომ ჩანთაც განიერი გამოდის. როგორც სხვა რიგის დასრულებისას, აქაც ქვედა ძუას გაატარებთ გვერდით მდგომ 2 მძივში და 1 მძივით შეკრავთ. შემდეგ კი ისევ გააგრძელებთ რიგის ქსოვას. ეს არის ყველაზე შრომატევადი მონაკვეთი ჩანთის ქსოვისას. როცა ჩანთას თქვენთვის სასურველ სიმაღლეს მისცემთ, შემდეგ გაკვეთილში გასწავლით, როგორ გააკეთოთ ჩანთის თავი და ასევე სახელური. იმედი მაქვს დაგეხმარათ ჩემი ვიდეო გაკვეთილები, მე კი სულ მალე ახალ ვიდეოს გამოვაქვეყნებ. ჩანთის დამზადების უფასო. ამ ვიდეოში გასწავლით, როგორ დაამზადოთ ჩანთის სახელური. უფასო ვიდეო გაკვეთილის 3 ნაწილი უკვე დევს ჩემს YouTube და TikTok page-ებზე. გაკვეთილებში დეტალურად ავხსენი, როგორ დაიწყოთ ჩანთის დამზადება. ახლა კი ამ ვიდეოში გაჩვენებთ, როგორ დავამზადოთ ჩანთის სახელური. ზოგიერთი ჩანთას სახელურს გვერდებიდან უკეთებს, მე კი გადავწყვიტე ჩანთის სახელური ჩანთის თავზე დამემზადებინა. ამიტომ გვერდებიდან ზუსტად გადავთვალე ის მონაკვეთი და ის თვლები, სადაც მინდოდა ჩანთის სახელური ყოფილიყო. როგორც უკვე ვიცით, ერთი თვალი 4 მძივისგან შედგება. სწორედ აი ამ 4 მძივზე უნდა დავაშენოთ ჩანთის სახელური. ვეცადე ახლო კადრით ასევე დეტალურად გადამეღო, როგორ ვაკეთებ ჩანთის სახელურს. იმედია, ჩემი ვიდეო დაგეხმარებათ. ჩანთის სახელურის სიგრძე თქვენი ჩანთის ზომის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. ახლა კი გაჩვენებთ მყარი ქსოვის ტექნიკას. როცა ძუა 2 მძივში გაატარეთ, მეორე მძივში ისევ დავაბრუნეთ იგივე მძუა და გააკეთეთ ყულფი. სწორედ აი ამ ყულფში უნდა გაატაროთ მეორე ძუა და აი ასე შეკრათ, როგორც ვიდეოშია. ნაქსოვი ძალიან მყარი უნდა იყოს და კარგად უნდა დაჭიმოთ ძუა, იმიტომ რომ თვლები არ ეკანებოდეს. პირველი თვალი უკვე გამოგვივიდა, ზუსტად აი ამ პრინციპით ვაგრძელებთ ჩანთის სახელურის ქსოვას. მარჯვენა ძუას დავუმატეთ 3 მძივი და მესამე მძივში გაატარეთ მეორე ძუა. შემდეგ ქვედა ძუა გაატარეთ გვერდით მდგომ მძივში, ხოლო ზედა ძუას დავუმატეთ 2 მძივი. მეორე მძივში გაატარეთ ქვედა ძუაც.
რიგის შეკვრისას ქვედა ძუა გაატარეთ გვერდით მდგომ 2 მძივში და შეკარით 1 მძივით. ჩანთის სახელურისთვის შეგიძლიათ მეტალის, ხის ან ტყავის აქსესუარები გამოიყენოთ. მომდევნო გაკვეთილში გასწავლით როგორ დაუმაგროთ ჩანთას მაგნიტის საკეტი. ახლა კი გადავდივართ ყველაზე რთულ მონაკვეთზე, როგორ შევაერთოთ ჩანთის ეს სახელური. ძუას უნდა დაუმატოთ 1 მძივი და ზუსტად პარალელურად მდგომ მძივში გაატარეთ. შემდეგ კი ისევ 1 მძივით შეაერთეთ, ისე რომ 1 თვალი 4 მძივისგან შედგებოდეს. ახლა კი ორთავე ძუა გაატარეთ გვერდით მდგომ მძივებში და დააკავშირეთ 1 მძივით. ჩანთის ქსოვისას სტიკერები გამოიყენეთ, მე ძუამ თითები დამიზიანა. ახლა ორთავე ძუა გაატარეთ ისევ გვერდით მდგომ მძივებში და ერთმანეთს დაუკავშირეთ 1 მძივით. რიგის ბოლოს დაინახავთ, რომ ბოლო თვალში უკვე არის 4 მძივი, მაგრამ სახელურმა სიმყარე რომ არ დაკარგოს, ძუამ მაინც უნდა გაატაროთ 4-ვე მძივში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს უფასო ვიდეო გაკვეთილები არ წაიშლება და ჩემს პეიჯებზე იქნება. თქვენ კი მადლობას გიხდით აქტიურობისთვის. საბოლოოდ ასეთი ჩანთა გამოგვივიდა. მომდევნო გაკვეთილებში გასწავლით მაგნიტის დამაგრებასა და აქსესუარის დამზადებას, რომელიც ჩანთას უფრო საინტერესოს გახდეს.